Bluey მხოლოდ ლექსსა და მის ოჯახზე გადაცემა არ არის. ეს არის შოუ, რომელიც ჩუმად ქმნის დეტალურ ქრონოლოგიას 3 სეზონის განმავლობაში. გადადის წარსულში, აწმყოსა და მომავალში, მაგრამ უმეტესობა არასდროს შეჩერებულა, რომ ყველაფერი ერთად შეეკრიბა. დღეს სწორედ ამას ვაკეთებთ. ეს არის Bluey-ს სრული ქრონოლოგია, დასაწყისიდან იმ ყველაფრამდე, რაც ვიცით, რომ შემდეგ ხდება. დავიცვათ იქიდან, სანამ Bluey დაიბადებოდა, სანამ ბენდიტი მამა გახდებოდა, სანამ ჩილი დედა გახდებოდა. ისინი ორივე უბრალოდ ბავშვები იყვნენ, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სამყაროში იზრდებოდნენ. და შოუმ მოგცა საკმარისი მინიშნებები იმ ადრეული წლებების შესახებ, რომ საკმაოდ ნათელი სურათი დავხატოთ. ბენდიტის ბავშვობა ნაჩვენებია ეპიზოდში ზღაპარი, სადაც ის საუბრობს 1980-იან წლებში გაზრდაზე. და ის ბენდიტი, რომელსაც მაშინ ხედავთ, ძალიან განსხვავდებოდა იმ მომთმენი, ის მხიარული მამა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ის არეული იყო, ოდნავ ბოროტიც კი და უყვარდა თავის უმცროს ძმაზე, სტრაიპზე, ხუმრობა. ველოსიპედით დადიოდა, ზაფხულებს სანაპიროზე ატარებდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა სწავლილი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. როგორ ეზრუნა ვინმეზე, ვინც მასზე პატარაა. ჩილის ბავშვობა ბევრად უფრო რთულია. მისი სრული სახელი ქორწინებამდე იყო ჩილი კეტლი და ის გაიზარდა მამასთან ერთად, რომელიც ჯარისკაცი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ხშირად არ იყო სახლში და დედასთან, რომელიც ავად იყო. სერიაში დრაკონი ვიგებთ, რომ ქალბატონი კეტლი გარდაიცვალა მაშინ, როცა ჩილი ჯერ კიდევ პატარა იყო. მიუხედავად ამისა, ჩილის მამა მიზრუნა, რომ ის ძლიერი გაზრდილიყო. მეორე სეზონის სერიაში ბაბუა ვხედავთ, რომ ის ჭაობთან ახლოს გაიზარდა. ისწავლა ცურვა ღია წყალში და ასწავლეს, როგორ გადარჩენილიყო ველურ ბუნებაში. მისმა მამამ ჩამოაყალიბა ის ისეთ ადამიანად, როგორიც გახდა, გამძლე, უნარიანი და ძალიან მოსიყვარულე. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ, როგორ შეხვდნენ ბენდიტი და ჩილი ერთმანეთს. აქ კი ყველაფერი საინტერესო ხდება, რადგან პასუხი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, ვისაც გითხავთ. ბენდიტის ვერსია იწყება სერიიდან ზღაპარი, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დასასვენებელ კარავან პარკში ვითარდება. ბენდიტი მაშინ ბავშვია. მისი ძმა რედლი აჯადოებს, რაც ნიშნავს, რომ ბენდიტს ლაპარაკი არ შეუძლია, სანამ ვინმე მის სახელს არ დაასახელებს. და როცა ის დუმილშია გაჭედილი, ხვდება პატარა გოგონას, რომელიც შირას კოსტიუმშია გამოწყობილი. გოგონა გამოიცნობს მის სახელს და ჯადოს ხსნის. ბენდიტი შილა. და ეს არის მომენტი, რომელიც ბენდიტს არასოდეს დავიწყებია. ის სრულიად დარწმუნებულია, რომ ის გოგონა ჩილი იყო. ბენდიტი ამ მოგონებას 10 წლეულები აატარებს. მაგრამ თუ ჩილის გითხავთ, ის სრულიად სხვა ისტორიას გეტყვით. მისი თქმით, ისინი ერთმანეთს ზრდასრულ ასაკში ლონდონში ერთ წვეულებაზე შეხვდნენ და მისი პირველი მოგონება ბენდიტზე სულაც არ არის რომანტიკული. ის ცხვირში იქეკებოდა. ეს იყო ის სურათი, რომელიც მას პირველი შეხვედრიდან დაამახსოვრდა. მიუხედავად ამისა, მათ საერთო ენა გამონახეს, დაიწყეს შეხვედრები, ვედრები და დანარჩენი უკვე ისტორიაა. ჩილის არ ახსოვს არც კარავანის პარკი, არც შირას კოსტიუმი და საერთოდ არაფერი. ეს ნიშნავს, რომ ბენდიტი წლები ფიქრობდა გოგოზე, რომელსაც საერთოდ დაუწყებოდა მისი არსებობა. მაგრამ ისტორია ლონდონით არ მთავრდება. ერთად ყოფნის შემდეგ ბენდიტი და ჩილი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად დასახლებულ ცხოვრებაზე გადასასვლელად. ისინი ერთად იმოგზაურეს ევროპასა და ინდოეთში ზურგჩანთებით. სინამდვილეში შეგიძლიათ ნახოთ მათი ზურგჩანთიანი მოგზაურობის დროინდელი ჩარჩოში ჩასმული ფოტო, რომელიც ჰილერების სახლის კედელზეა ჩამოკიდებული სერიაში ზურგჩანთიანები. ეს პატარა დეტალია, რომელსაც უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს. და შემდეგ მოდის დეტალი, რომელსაც თითქმის ყველა სრულიად გამოტოვებს. ასევე გამოვლინდა შოუში ბენდიტს და ჩილის თითქმის ჰყავდათ შვილი Bluey-ს დაბადებამდე. ჩილი ორსულად იყო და მან ბავშვი დაკარგა. იმ სპექტაკლში, რომელსაც Bluey და ბინგო ასრულებენ, როცა ბინგოს მუძოს მუცელზე ლურჯი ბუშტია, ეს ნიშნავს ბავშვს, რომელიც არასდროს დაბადებულა. ამას თავად ჯო ბრუმიც ადასტურებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და გულსატკენი დეტალია მთელ შოუში. განთავსებულია ისეთ რამეში, რაც თითქოს სასაცილო ბავშვების სპექტაკლს გავს. და უმეტესობა ამას უყურებს ისე, რომ ვერასდროს ხვდება სინამდვილეში რას ნიშნავს. Bluey იბადება ამის შემდეგ და მაშინაც კი სერიალი ჯერ არ იყო დაწყებული. Bluey-ს ცხოვრების ადრეული წლები მხოლოდ მოგონებებსა და ფლეშბექის მომენტებში არსებობს, რომლებიც შოუს სხვადასხვა ეპიზოდშია მიმოფანტული. ეპიზოდში საძინებელი. ჩვენ ხედავთ ჩილის, რომელიც ამზადებს იმ სივრცეს, სადაც Bluey და ბინგო პირველად დაიძინეს, მათ შორის იმ აკვანსაც, რომელსაც ბავშვობაში იყენებდნენ. და ეპიზოდში Baby Racy ვიგებთ, რომ Bluey იყო სინამდვილეში მისი მეგობრებიდან უკანასკნელი, ვინც სიარული ისწავლა. ის უკვე იცნობდა კოკოს, სნიკერს და ჯუდას, როცა ისინი ბავშვები იყვნენ. ისინი იყვნენ მისი პირველი მეგობრები, სანამ Bluey საერთოდ გაიგებდა რას ნიშნავს მეგობრობა. ბოლოს ის თავის პირველ ნაბიჯებს სამზარეულოში გამ. ჩოში დგამს, ჩილისკენ მიდის, რადგან ჩახუტება უნდა, რაც ყველაზე Bluey-სეული რამაა, რაც შეიძლება წარმოიდგინო. 2 წლის შემდეგ, რაც Bluey დაიბადა, ბინგო ჩნდება. ბინგოს ადრეულ წლებზე ბევრი დეტალი არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ვიცით. ბენდიტი მას ბავშვის გადამტან ჟილეტში ატარებდა, სანამ ჩილი Bluey-ზე ზრუნავდა. ამას ვხედავთ ეპიზოდში მამა ბავშვი. თავიდანვე ბინგოს განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა მამასთან, რაც მთელ სერიალში იგრძნობა. სანამ შოუ ოფიციალურად დაიწყებოდა, Bluey სინამდვილეში სხვა სკოლაში დადიოდა. ეპიზოდში Bob Bilby ის ამბობს, რომ კლასის მასკოტი უკვე წაუყვანია სახლში, რაც ნიშნავს, რომ ის მის რეტრივერის მოსწავლე იყო მანამდე, სანამ კალიფსოს კლასს შეუერთდებოდა.
ეს დეტალი ადვილად შეიძლება გამოგეპარო, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ Blue's სკოლის ცხოვრების მთელი ერთი თავი არსებობს, რომელიც შოუში სრულად არასდროს გამოუკლევიათ. მთავარი სერია იწყება ეპიზოდით ჯადოსნური ქსილოფონი. სწორედ აქ ხვდებით ჰილერების ოჯახს პირველად სრულად. Bluey, Bingo, Bandit, რომელიც სახლიდან მუშაობს როგორც არქეოლოგი, და Chili, რომელიც აეროპორტში მუშაობს. პირველი სეზონი მოიცავს 50-ზე მეტ ეპიზოდს და ეხება ემოციური თემების ფართო სპექტრს. Copycat არის ეპიზოდი, სადაც Bluey სწავლობს მწუხარებას მას შემდეგ, რაც პატარა ჩიტი კვდება. Crick არის ეპიზოდი, სადაც ის სწავლობს შიშის დაძლევას, რათა გაიზარდოს. და Hilly-ს ღამურა არის ეპიზოდი, სადაც ის ოცნებობს იმაზე, რაც სურს. ამ სიზმარში Mackenzie ჩნდება. ეს მისი გრძნობების დასაწყისია Mackenzie-ს მიმართ. თუ უბრალოდ დამთხევაა, ამას სერიალი ღიად ტოვებს. მეორე სეზონი შოუს დებიუტიდან 2 წლის შემდეგ გამოდის და კიდევ უფრო დიდ აღმოჩენებს გთავაზობს. ეპიზოდი Bingo საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად გავიცნოთ Bluey-ს პატარა და მისი სიყვარული ბუნების მიმართ. მისი უნარი მარტოყოფნისა და მისი გატაცება მწერებით. და ძილის დრო, სადაც Bingo სიზმარში კოსმოსში მოგზაურობს და აცნობიერებს, რომ გაზრდის დროა, მთელი სერიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად ძლიერი ეპიზოდია. მეორე სეზონი ასევე გთავაზობს შოუს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად მძიმე მომენტს, Bingo-ს ჰოსპიტალიზაციას. ეპიზოდში ბამპი და ბრძენი მოხუცი მგელძაღლი Bingo-ს ავადმყოფოში ხვდება. შოუ არასდროს ამბობს ზუსტად რატო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამას, შემქმნელმა Joe Bramma ისაუბრა თავის უმცროსი ქალიშვილის ჰოსპიტალიზაციაზე ასთმასთან დაკავშირებული დაავადების გამო, როცა ის 3 წლის იყო. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ექიმი Bingo-ს ზურგიდან უსმენს ფილტვებს, რაც ექიმებს სუნთქვის პრობლემებისას ახასიათებთ, ფანების უმეტესობა ფიქრობს, რომ Bingo ასთმის გამო ჰოსპიტალიზებული იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირადი და ემოციური ისტორია მთელ სერიალში. მეორე სეზონში ჩვენ ასევე ვიგებთ დაკარგულ ბავშვზე შოუს საშუალებით და Bluey-სა და Mackenzie-ს მომავალი ურთიერთობის ნიშნები ფონზე ჩუმად განაგრძობენ განვითარებას. ასევე მეორე სეზონში იწყება ახალი რომანი, რომელიც მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. Frisky და Pizza Redley ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ. ეს ხდება თანდათანობით და ბუნებრივად და ეს საფუძველს უკრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენას მთელ სერიალში. ეს მოვლენა არის ეპიზოდი სახელად ნიშანი. ყველაზე გრძელი ეპიზოდი, რაც კი Bluey-ს ოდესმე გამოუშვია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. Frisky და Redley თითქმის აუქმებენ ქორწილს კამათის გამო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს აგვარებენ და ქორწინდებიან. თუმცა ქორწილი ერთადერთი რამ არ არის, რაც ამ ეპიზოდში ხდება. Chili-ის უფროსი და Brandy ორსულად ჩნდება, რაც მისი ყველაზე დიდი ოცნების ახდენაა. Bandit თითქმის ყიდის ოჯახურ სახლს, რათა სხვა ქალაქში უკეთესი არქეოლოგის სამსახური მიიღოს, მაგრამ ბოლო მომენტში აზრს იცვლის, რადგან აცნობიერებს რა სტოვებს უკან. და ბაბუა Bobby, Bandit-ის მამა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, კვლავ ჩნდება. ის ინდოეთში იყო. ნიშანი ასრულებს სიუჯეტურ ხაზებს, რომლებიც მთელი სერიის განმავლობაში ვითარდებოდა. ამიტომაც ის 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდება. მისი ყოველი წამი გამართლებულია. და შემდეგ მოდის მესამე სეზონის ბოლო ეპიზოდი, სიურპრიზი. ეპიზოდი, რომელზეც მთელი ფანდომი ჯერ კიდევ საუბრობს. Bluey Bandit-ს ბურთის სასროლი იარაღით დასდევს. და ბოლოს ჩვენ დროში წინ ვიხედებით. ზრდასრული Bluey სახლში ბრუნდება Bandit-ისა და Chili-ს სანახავად, ხოლო კარის უკან ხელში ბურთის სასროლი იარაღით, ზუსტად ისე როგორც ამას Bluey აკეთებდა, არის პატარა ლეკვი Bluey-ს ქალიშვილი. ფანებმა მას Indigo დაარქვეს და მისი დიზაინის მიხედვით განსაკუთრებით ის ჩამოწეული ყური. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Mackenzie მისი მამაა, მაგრამ შოუმ ეს ჯერ არ დაადასტურა. რა მოხდება შემდეგ, ჯერ კიდევ იწერებ. Ludo Studio-მ გამოაცხადა, რომ Bluey-ს ფილმი გამოვა 2027 წელს. და თუ გავითვალისწინებთ Flash Forward სიურპრიზის ბოლოს, ჩანს, რომ Bluey-ს გაზრდის ისტორია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ ფილმი შეიძლება იყოს ხიდი იმ Bluey-ს შორის, რომელსაც ახლა ვიცნობთ, და იმ ზრდასრულ Bluey-ს შორის, რომელიც ცოტა ხნით ვიხილეთ. სხვა ფანები ფიქრობენ, რომ Indigo შეიძლება საბოლოოდ გახდეს ახალი მთავარი გმირი, ხოლო Bluey კი იმ როლში გადავიდეს, როგორშიც Bandy იყო მისთვის. მოხდება თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ Joe Bram's შეუძლია იცოდეს. ეს მაგრამ დროის ხაზი არსებობს. დროის ხაზი იწყება ბიჭით 1980 წლებში, სანაპიროზე და გრძელდება პატარა ლეკვამდე, რომელიც კარის უკან ბურთისგის გასროლის აპარატით იმალება. და როგორღაც ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.